მნიშვნელოვანი იყო ეს 4 წელი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში. მე ვიტყოდი, რომ ბოლო 1 წელი განსაკუთრებით ინტენსიური იყო. შეუძლებელია ასეთი ტიპის შედეგები დადგეს ელჩის აქტიური ქმედითი თანამონაწილეობის გარეშე. ჩვენ პირველად მივიღეთ საფრანგეთის ლიდერობა ნატო-საქართველოს პაკეტის კომპონენტში. არასოდეს მანამდე ნატო-საქართველოს ურთიერთობებში საფრანგეთს რაიმე განსაკუთრებული ინიციატივა არ ქონია, როგორც წესი ეს ძირითადად ორხულ ურთიერთობებში გამოიხატებოდა ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ისეთი ევროპული დიდი ქვეყანა, როგორიც საფრანგეთია, ხდება ერთ-ერთი ამერიკელებთან ერთად ხდება ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ჩვენი ნატოსთან ურთიერთობის წარმატებისთვის. ასეთ დროს ჩნდება თანასაკუთრების განცდა პროექტზე, ასეთ დროს ჩნდება თანაპარტნიორობა და ბუნებრივი არის, რომ უფრო კაფიო და ცალსახა ხდება თანამშრომლობის ის ფორმატი, რომელმაც ერთად უნდა მიგვიყვანოს უფრო უსაფრთხო ევროპამდე და უფრო უსაფრთხო ნატომდე. მოვედი რათა თავდაცვის მინისტრს ქალბატონ თინა ხიდაშელს ოფიციალურად დავემშვიდობო. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან ეფექტურად ვიმუშავე. მას დიდ პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ მისით. ურთიერთთანხმობა გვაქვს ყველა საკითხში, რაშიც ფრანგულ-ქართული მხარე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობს და რომელიც შესანიშნავია. კონკრეტულად დავასახელებდი სამთო მიმართულებას, საჩხერის სამთო მომზადების სკოლას, რომელიც საფრანგეთმა დააარსა. ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გასულ წელს საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დავიწყეთ. გასული წლის ივნისსა და ივლისში ხელი მოვაწერეთ ასევე ხელშეკრულებებს, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობებით აღიჭურვოს. ეს 2014 წლის აპრილში საქართველოში პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ვიზიტის დროს გადაწყდა. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავდაცვის სფეროს განვითარებას.